პირველ რიგში სანამ ნახეთქი ჩამოყალიბდება ქუსლზე, ყოველთვის არის წინაპირობა. აქ ერთსვლა, სიმშრალე. აი, ყოველთვის ეს საპრევენციო ღონისძიება, რომ სწორად ჩატარდეს ტერფების პოდოლოგიური დამუშავება, თქვათ, აპარატურულად, არასველი წესით, მექანიკური ღრმა გახეხვით და შესაბამისად სპეციალური შარდოვანა შემცველი საცხების გამოყენებით, რასაც უკვე ინდივიდუალურად ნიშნავს ექიმი. უკვე ეს არის ის საპრევენციო ღონისძიება, რომ არ მივიღოთ თუნდაც წვრილი ნახეთქები ან ღრმა სისხლდენ ნახეთქები, რასაც მივყავართ ხოლმე არასწორი თქვათ პროცედურების ჩატარების ფონზე, რომელიც სამწუხაროდ ესთეტიურ ცენტრებში ცოტა ინტენსიურად კეთდება ხოლმე. დიახ. აი, სახლის პირობებში რამდენად არის რეკომენდებული დატენიანება და რა სიხშირით უნდა მოხდეს? დიახ. დატენიანება აუცილებლად რეკომენდაციას ყოველთვის გავცემთ ექიმი დერმატოპოდოლოგები. ყოველი დაბანის შემდგომ უნდა მოხდეს ტერფების დატენიანება, განსაკუთრებით ქუსლების და ტერფის იმ საყრდენი ზედაპირების, რაც არის მიდრეკილი გარქოვანებისკენ, რაც მერე უბიძგებს, რომ კოჟრის ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი, სადაც მიდის მეტი ხახუნი ფეხსაცმელთან, ყრდნობა, რის ფონზეც უკვე იჟეჟება ქსოვილი და ვიღებთ გარქოვანებულ ნაწილს, რომელიც საკმაოდ დისკომფორტული და მტკივნეულიც კი აღმოჩნდება ხოლმე.